შეგახსენებთ, რომ CCD Watch-ის მთავარი პარტნიორია Selfie Mobile, გატესტეთ Selfie-ის გაუმჯობესებული ინტერნეტი ივლისში. ნახეთ თუ როგორ შეიცვალა და როგორ გაუმჯობესდა Excel-ის მუშაობა ნებისმიერ წერტილში და საჩუქრად მიიღეთ ნომერი და ერთი კვირა ყველაფერი ულიმიტო. ეხლა მეორე ბლოკის ნომრებზე უნდა გადავიდეთ. მე მახსოვს რამოდენიმე კვირის წინ ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც ხოსიკასთან ჩავწერე, საკმაოდ ისეთი ძაფრი გამოხმაურება მოყვა მაყურებლის მხრიდან. ჩემს კითხვაზე თუ რამ შეაყვარა ხოსიკას ესეთ სიმპათიურ მამაკაცს. მერისნაირი ქალი, ერთ-ერთი მაყურებელი გვწერდა, რომ კი, მაგრამ მერისნაირ ძლიერ ქალს რამ შეაყვარა ხოსიკასნაირი გაუნათლებელი კაციო. და ბალანსი რომ აღვადგინოთ, დღეს გადავწყვიტეთ, რომ ორივე სტუმარი ერთად მოვიწვიოთ სტუდიაში და ზუსტად იგივე კითხვით გადავიდა მერისთან, რამ შეგაყვარა ეს გაუნათლებელი კაცი. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა. ნანა ბუთხუზი, გაგი შენგელია დღეს ჩვენი სტუმრები, მერი ხოსიკა, ივე სალმონ. ტაში უნდა ჩავწეროთ ხოლმე, რომ შემოძიეთ ტაშები. ტაში მეგობრებო, ტაში ტაში ნამდვილად. მთელს შემოქმედებით გუნდს, რომელმაც ეს პროდუქტი შექმნა, მართლა დიდი უდიდესი ოვაციების ღირსია. ანუ გოგოჯობია თუ ბიჭი რა, რომელი მხრიდან ხორცილებში ვარ. ვეთანხმები უერთდები ხო, აი მართლა მთელ შემოქმედებით ყველას, აი ყველას. გვიხარიათ ძალიან მაგარი პროდუქტი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გაგრძელდეს და იყოს მოთხოვნაც დიდია, ხალხი ელოდება და ნუ აი ძალიან გვიყვარს და ვუყვარვართ. კი, ეს სიყვარული ორმხრივია ნამდვილად. ხო და ეხლა კითხვას რაც შეეხება, აბა მიპასუხებ. აი ნახე, არიდება მინდო. არ გამოგივა. დიპლომატიურად, გაიგე. კაცო, გაურიგეს, ეს იყო საქმიანი. დიპლომატიურად მინდოდა, რომ ნუ რაღაც არაკორექტულია, ეხლა რას ნიშნავს გაუნათლებელი უკაცრავად. მე რაფშუაში არ ვარ, ეს იყო მაყურებლის ისა კომენტარი და გადმოგეცი უბრალოდ. მადლობა მაყურებელს, რომ ჩემს მხარეს არის და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ჩემს, მაგრამ ნუ ეს არ მომწონს. ხო და რა ვიცი, განათლება და გაუნათლებლობა ცოტა სხვანაირად აღიქმება ჩემთვის. ანუ პასუხი გაცემული. თავარია იყო ადამიანი. თავარია იყო ადამიანი, კი. ხოსიკაც ადამიანი. რასაკვირველია, ხოსიკა ადამიანი კი არ არის, ხოსიკა ადამიანია და ძალიან კარგი ადამიანია. ეს ჩემი აღქმა, მაქვს უფლება. ეს ერთი შეიძლება ძალიან განათლებული იყოს, რაღაცნაირი უნივერსიტეტ დამთავრებული, ინსტიტუტი. ხო, ინსტიტუტ დამთავრებული რაღაცნაირი, მაგრამ ვერ იყოს ისეთი რა. აქვე ყიფში ზეზე რო ჩაუხვი. თქვენ რა გაქვთ დამთავრებული? მე? ის აქვე ყიფში ზეზე რო ჩაუხვი, ინსტიტუტი. ფაკულტეტი? ფაკულტეტი? ხო, ანუ რა პროფესია გაქვთ? ფაკულტეტი. ნუ გამახსენებათ ეტყვი რა. კატაროთ აქვს აწვალებს, ხო იცი, არც კუძე რო აქ დადებული და რაღაცას არც რო უშვებს და არც რო იჭერს. ეგეთი ის არის, მაგრამ იმან დაგიმუღამა ბოლოში ცოტათ. მე მივეცი მაგის ფორა, რომ დავემუღამებინე, კაცო, როგორც მე მინდა, ისე ხდება ეს, ნუ ახლა მან დომინანტი, რასაკვირველია. ეხლა მე თუ არ მინდა, კედელი და დამთავრდება. იქეთ შაგუ იყო დომინანტი, აქეთ მერი და მე ვიყავი რა გაჩხერილი რა. ხო, მაგრამ მე ვცდილობდი, რომ მისგან კი, რა თქმა უნდა. ხო და უფრო ხო. რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეც რაღაცის გამო ხდებოდა. იმიტომ რომ გინდოდა რომ შაგუ რაღაცნაირად დაგმორჩილებოდა რა. გინდა მეგობრების თვალში სუპერ კულ რო შაგაგხატო. როგორ?